მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხსევოქს უნივერსუმ, მე ვარ სხივი, მადლობა უგო კავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის ივლისის ჰოროსკოპს კირჩხიბებისთვის, ვნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, მონეტების 7-იანი, ივლისი თქვენთვის გადააზრების დროა, დრო, როდესაც დროებით უნდა შეჩერდეთ და შეაფასოთ აქამდე გაწეული ძალისხმევის რეალური შედეგები. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია აღიჭურვოთ მოთმინებით და მეტი დრო დაუთმოთ ანალიზს. გაიაზრეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა, დღის რეჟიმი, რა შიდებთ ენერგიას და რას უთმობთ თქვენი ცხოვრების ძვირფას დროს. ეს არის სავალდებულო პაუზა, რომ გვერდიდან შეხედოთ მოვლენებს, საკუთარ ქმედებას და საჭიროების შემთხვევაში გარკვეული კორექტივებით შეიტანოთ თქვენს მიმდინარე და სამომავლო გეგმებში. ბუნებრივია ასეთი ამოვარდნა ყოველდღიურობიდან არ გულისხმობს მიმდინარე პროცესების გაჩერებასაც. პირიქით, ამ ბარათის ენერგია მიუთითებს, რომ თქვენ სტაბილური პროგრესის პროცესში ხართ, მაშინაც კი თუ ეს პროგრესი ამ ეტაპზე არც ისე ხილული და შესამჩნევია. მაგრამ უკეთესი შედეგების მისაღებად საჭიროა მეტად მკაფიო ხედვა, მეტი კონკრეტიკა თქვენს გეგმებში და უნდა გადაამოწმოთ, რამდენად ზუსტად იცით, სად მიდიხართ და რა სურვილები გამოძრავებთ. ამასთანავე გახსოვდეთ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ამიტომ ნუეცდებით მოვლენების ხელოვნურად დაჩქარებას. მოსავალს მომწიფება ჭირდება. თავარია არ დაყაროთ ფარხმალი, არ დაიშუროთ ძალისხმევა და ნაბიჯ-ნაბიჯ იარეთ თქვენთვის სასურველი მომავლისკენ. ნებისმიერი დიდი მიზანი ეტაპობრივ განვითარებას მოითხოვს, ხოლო თქვენი ამჟამინდელი რევიზია სამომავლოდ მყარ და სტაბილურ შედეგებს მოგიტანთ. ვნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ხმლების 5-იანი, ამ მიმართულებით მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. ამ პერიოდში შესაძლებელია დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ გაურკვევლობა და დაძაბულობაც კი გამოიწვიოს. გახსოვდეთ, რომ არ არის საჭირო ყველა სიტყვაზე რეაგირება და ზოგჯერ დუმილიც ძალაა. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით, ვინც ამ პერიოდში წამოიწყებთ ურთიერთობას. ნუ დაპირდებით ახალგაცნობილ ადამიანს ისეთ რამეს, რასაც წინასწარ იცით, რომ ვერ შეასრულებთ. სამაგიეროდ თუ უკვე ხართ კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციაში პარტნიორთან, ამ პერიოდში შეძლებთ გამონახოთ უფრო მყარი არგუმენტები თქვენი პოზიციის დასაცავად და მეორე მხარეს გარკვეულ დათმობებზე მოუწევს წასვლა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოლომდე მართალი ხართ, თან ხედავ, რომ თქვენი პარტნიორი ამ სიტუაციაში საკმაოდ დაჩაგრულ მდგომარეობაში დარჩება, ამიტომ გირჩევთ დაიმახსოვროთ მისი მხრიდან ასეთ დათმობაზე წასვლა, რაც ძალიან დასაფასებელია. ეს ნიშნავს, რომ მისთვის თქვენთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და ღირებულია, აუცილებლად მიაქციეთ ამ დეტალს ყურადღება და სამომავლოდ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობა ორი ადამიანის თანაბრძოლ მიერ კავშირს გულისხმობს, მოვა დრო და თქვენს მოგიწევთ დათმობებზე წასვლა. ვნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტი. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ურთიერთობების ოფიციალური მხარე, პასუხისმგებლობა და ის ღირებულებები, რომლებზეც ეს კავშირი დგას. შესაძლებელია გაგიჩნდეთ სურვილი თქვენს ურთიერთობას უფრო მკაფიო ფორმა მისცეთ, განსაზღვროთ სტატუსი
ჩამოაყალიბოთ გარკვეული შეთანხმებები და საერთო წესები. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს ქორწინება, თანაცხოვრება, ან ურთიერთობის სერიოზულ ფაზაში გადაყვანის საკითხი. ეს ბარათი ასევე მიგანიშნებთ, რომ ურთიერთობა ვერ განვითარდება მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით. საჭიროა საერთო ფასეულობები, მომავლის საერთო ხედვა და ურთიერთპატივისცემა. ამ პერიოდში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდება, რამდენად ემთხვევით ერთმანეთს ცხოვრებისეულ პრინციპებში. ასევე შესაძლებელია თქვენს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რომელიმე ავტორიტეტული ადამიანის აზრმა, ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, უფროსი, ან უბრალოდ ისეთი პირი, ვის სიტყვასაც ენდობით, თუმცა გახსოვდეთ, რომ საბოლოო არჩევანი ყოველთვის თქვენზეა დამოკიდებული, მიყვებით გარედან ნაკარნახევ ჩარჩოებს თუ შექმნით თქვენთვის სწორ და შინაგანად მისაღებ კავშირს. ამიტომ ამ პერიოდში გირჩევთ სიღრმისეულად გაიაზროთ, რა გინდათ სინამდვილეში ურთიერთობისგან და მზად ხართ თუ არა აიღოთ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ეს კავშირი მოითხოვს. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, თასების რვიანი, ამ ბარათის ენერგია მნიშვნელოვან ცვლილებებს გპირდებათ ამ პერიოდში. ვფიქრობ პოზიტიური მიმართულებით. თუმცა ამ ბარათის ენერგიაში არის გარკვეული იდუმალებაც სვლა ისეთი სიახლეებისკენ, რომლის მოსალოდნელ შედეგებსაც ჯერჯერობით ვერ იაზრებთ, აქ საუბარია უფრო თქვენს განწყობაზე, რომ გინდათ შეცვალოთ არსებული რეალობა და ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ თქვენში მომწიფდა სურვილი შეხვიდეთ ახალ ურთიერთობაში, მოსინჯოთ სიახლეები. ამასთანავე შესაძლებელია გქონდეთ გარკვეული დაბნეულობის შეგრძნებაც, შეეცადეთ ნაკლებად აყვეთ ემოციებს და იმოქმედეთ მეტად თავისუფლად. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე და ეცადეთ ნებისმიერ შემთხვევაში პირველ რიგში საკუთარ თავთან იყოთ ჰარმონიაში. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ივლისში საქმიანი სფერო, კვერთხების ორიანი, ამ პერიოდში დადგებით მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე და მოგიწევთ ჩამოყალიბდეთ, რას აპირებთ სამომავლოდ თვითრეალიზების კუთხით. შესაძლებელია ეს ბარათი გულისხმობდეს, რომ ამ პერიოდში მიიღებთ ახალ შემოთავაზებას თქვენი სამუშაო პოზიციის ცვლილების, ახალი მიმართულების დამატების, ან პასუხისმგებლობის გაზრდის შესახებ. თუმცა შესაძლებელია ასეთი ცვლილებების სურვილი თავად გაგიჩნდეთ და დაიწყოთ ფიქრი ამ მიმართულებით. ერთი მხრივ გირჩევთ არ აჩქარდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით არ აყვეთ ემოციებს, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია არ დააყოვნოთ გადაწყვეტილების მიღება ხანგრძლივი პერიოდით. თქვენ ახლა გაქვთ კარგი შანსი, სწორად განსაზღვროთ თქვენი საქმიანი მომავალი და მეტი თვითრეალიზების შესაძლებლობაც მიიღოთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების ოთხიანი, ეს ბარათი ერთი მხრივ სტაბილურობაზე მიუთითებს, მიანიშნებს, რომ ივლისის განმავლობაში მშვიდ პირობებში მოგიწევთ საქმიანობა, მიიღებთ თქვენი შრომის შესაბამის ნაყოფს, გექნებათ სტაბილური გარემო პირობები იმისთვის, რომ თვითრეალიზდეთ. გამოავლინოთ თქვენი თავი, თქვენი ნიჭი, თქვენი უნარები, თუმცა მეორე მხრივ გულისხმობს თქვენი მხრიდან გამოვლენილ გადაჭარბებულ სიფრთხილეს და ცვლილებებისადმი შიშს. სავარაუდოდ გექნებათ სურვილი მყარად ჩაებღაუჭოთ თქვენს ამჟამინდელ პოზიციას, სტატუსს, ყოველდღიურ რუტინას და თვის მთავარი ფონური ენერგიის გათვალისწინებით გირჩევთ, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიჩინოთ მეტი მოქნილობა და პრაგმატულად მიუდგეთ სამუშაო პროცესებს, რომ ზედმეტმა კონსერვატივიზმმა ხელი არ შეგიშალოთ ახალი და ხელსაყრელი შანსების დანახვაში. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება,
მონეტების დედოფალი, თქვენ მოგეცემათ კარგი შანსი დასაქმებისთვის და თვითრეალიზებისთვის, აქ მთავარია თქვენი ძალისხმევაც, რომ აქტიურად ეძებოთ სამსახური, გამოავლინოთ თქვენი ცოდნა, თქვენი გამოცდილება, უნარები და თუ შეძლებთ იყოთ ორგანიზებული, მოწესრიგებული და წარმატებაზე ორიენტირებული, ამ ბარათის ენერგია დიდ შესაძლებლობებს გპირდებათ. ამიტომ მობილიზდით და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობები ხელიდან. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, ხმლების ტულზი ამ პერიოდში გამოავლენთ განსაკუთრებულ გონებრივ სიცხადეს, რაც დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის ამოცანის მარტივად გადაჭრაში. ასევე შესაძლებელია მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს თქვენი საქმიანობის მომავალი. და თვის მთავარი ენერგიის გათვალისწინებით, გირჩევთ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ გაუაზრებლად, ნაჩქარევად და ზოგადად ემოციურ ფონზე. თუ თქვენი გადაწყვეტილება დიდი ხნის განმავლობაში მწირდებოდა და მიმართულია წინასწარ გააზრებულად დაგეგმილი სამომავლო პერსპექტივებისკენ, მაშინ თამამად გადავდგით ეს ნაბიჯები და იცოდეთ, რომ ამ პერიოდში დაწყებული სიახლეები სასიკეთო შედეგებს და წარმატებას მოგიტანთ სამომავლოდ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ივლისში, თასების 10-იანი, მატერიალურ სფეროში ივლისისთვის გპირდებათ მაყოფილებას, ჰარმონიას და ემოციურ სიმშვიდეს. თქვენი ფინანსური მდგომარეობა იქნება სტაბილური, გექნებათ შესაძლებლობა აისრულოთ სურვილები, მოიწყოთ დასვენება, ან დაგეგმოთ ის, არ არის გამორიცხული მიიღოთ ისეთი შემოსავალიც, რომელიც მოულოდნელი იქნება თქვენთვის, ასევე შესაძლებელია მიიღოთ მემკვიდრეობა ან ისეთი ანაზღაურება, რომელზეც უკვე დიდი ხანია ჩაქნეული გქონდათ ხელი ან შეთანხმების თანახმად ჯერ არ გეკუთვნოდათ. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მესამე მაღალი არკანი იმპერატორი ქალი, თქვენ ამ პერიოდში ჭარბად გექნებათ ყველანაირი რესურსი, ჯანმრთელობა, ცოდნა, გამოცდილება, ფინანსები, ამიტომ ეცადეთ ეს პოზიტიური პერიოდი, რომელიც პირდაპირ გიბიძგებთ თქვენში მომწიფებული ცვლილებების განხორციელებისკენ, გამოიყენოთ დადებითად. არ შეგეშინდეთ სიახლეების, იყავით მტკიცე საკუთარ გადაწყვეტილებებში და იმოქმედეთ თავდაჯერებულად და გაბედულად. სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ ნებისმიერ წამოწყებაში წარმატება გელით. ასეთი იყო 2026 წლის ივლისის ტაროსკოპი კირჩხიბებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე, გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე მოგს უნივერსუმ, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.